მადლობა ატმოსფერისთვის. პრინციპში თქვენ სანახავად მოვდივართ პირველ რიგში და დიდი სიყვარული აქედან. არსებითად სასამართლოზე ჩემი შეხედულება მხოლოდ იქნება ერთადერთი პარალელი. გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი პატიმრობის სიტუაცია საერთოდ ხაზი გადაუსვა ჩემს იურიდიულ განათლებას, მიწევს სხვა სახით მივიღო იურიდიული განათლება და მათ შორის ძალიან საინტერესო გამოდგა სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგი, სადაც საინტერესო რაღაცები წერია პროკურატურაზე, მათ შორის პროკურატურის მხარეზე. არის ესეთი რამ ნათქვამი, რომ პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა მტკიცებულებების მოტანაზე და მტკიცებულების ტვირთი მთლიანად გადაიტანა ბრალდებულებზე. ანუ პროკურატურა, როდესაც მოდიოდა სასამართლოზე, საუბარი მიდიოდა იმაზე კი არა, რომ პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს ადამიანის ბრალდებულობა. ბრალის ტვირთი მთლიანად გადადიოდა ბრალდებულზე და ბრალდებულს უნდა დაემტკიცებინა, რომ ის არ იყო დამნაშავე და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა პროკურატურის მხრიდან რა იყო წარმოდგენილი და რა არ იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ერთადერთ პარალელს იმას ვხედავ, რომ პროკურატურის მხრიდან საერთოდ პროკურატურამ უარი თქვა რაიმე გარკვეული წყონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად ჩვენზე გადმოიტანა ის ტვირთი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არის ან უკანონოდ მოპოვებული, ან არ არის შესაფერის მტკიცებულება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი, ეს არის დაცვის პოზიციაში, მხოლოდ ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ ეს მტკიცებულება შეუფერებელია და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი პარალელი, რასაც მე ვხედავ პროკურატურაში და ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემოქმედები, როდესაც პრეცედენტულ кейსებზე არის საუბარი, მსგავს პრეცედენტებს უშვებენ. იმიტომ რომ ეს არის შემდგომ სხვა სახის, მათ შორის არა მარტო სისხლის, არამედ ზოგადად სასამართლოს იარლიყის ამბავი და გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში, არამედ დანარჩენ სხვა სასამართლო შემთხვევებშიც და განსაკუთრებით სულ პრეცედენტს ქმნის პროკურატურის მხრიდან და ძალიან სავალალო მდგომარეობაში აყენებს ადვოკატებს, რომლებსაც ფაქტობრივად უწევთ იმის დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი და აბსურდის წინააღმდეგ კამათი მოგეხსენებათ აზრს მოკლებული. ეს არის ჩემი ძირითადი სათქმელი. მადლობა მოსვლისთვის.